TBC კაპიტალის მოლოდინით ეროვნული ბანკი სავალუტო ინტერვენციებს სექტემბერშიც განაგრძობს, აგვისტოში კი მარეგულირებელს $1.5 მილიარდი აქვს შესყიდული. აგვისტოს მონაცემებით ქვეყნის მთლიანი სავალუტო რეზერვები $5.2 მილიარდია. საინვესტიციო ბანკი მაკროეკონომიკურ მიმოხილვაში განმარტავს, რომ ამ დროისთვის სახეზეა კონვერტაციების სწრაფი შემოbrunება, ეროვნული ვალუტის დეპოზიტების ზრდა და სავალუტო რეზერვების შევსების ტენდენცია, რაც ლარის მხარდამჭერი გარემოს შენარჩუნებაზე მიუთითებს. აგვისტოში უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვები 10%-ით შემცირდა. TBC კაპიტალის შეფასებით ეს ძირითადად დასვენების დღეებმა განაპირობა და არა ბაზარზე აქტივობის შესუსტება. რაც შეეხება გასაყიდვას, წლიურად 4%-იანი ზრდაა, თუმცა 12%-ით შემცირდა ქირის ფასი. ყველაზე მეტი ბინა ისევ დიდ დიღომში იყიდება, ყველაზე მაღალი საშუალო გასაყიდი ფასი კი თბილისის უბნებს შორის ისევ ვაკესა და მთაწმინდაზეა. განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაცია ცვლილებებს ითხოვს. გრედას ინიციატივაა, რომ სახელმწიფომ ენერგეტიკულ კომპანიასთან მემორანდუმის გაფორმებამდე კონკრეტული ფილტრები აამოქმედოს. უფრო კონკრეტულად კი ხელშემწყობი მექანიზმით სარგებლობისას ინვესტორს შესაბამისი კვალიფიკაცია და გამოცდილება მოეთხოვება. ასოციაციის ინფორმაციით, აუქციონებში მონაწილე და გამარჯვებული რიგი ინვესტორების დაბალმა კვალიფიკაციამ უკვე შექმნა გარკვეული პრობლემები და კომპანიები, რომლებმაც მიიღეს მშენებლობის უფლება, პროექტის განხორციელების ეტაპზე ვერ გადადიან. ჩინეთმა გაეროს ინოვაციური ქვეყნების ტოპ-10-ში გერმანია ჩაანაცვლა. საუკეთესო 10-ში ჩინეთი წელს პირველად მოხვდა, რაც პეკინში კომპანიების მიერ კვლევასა და განვითარებაში განხორციელებულმა მასშტაბურმა ინვესტიციებმა გაანაპირობა. რეიტინგში პირველ ადგილს 2011 წლიდან მოყოლებული დღემდე კვლავ შვეიცარია იკავებს, შემდეგ პოზიციებზე კი შვედეთი და ამერიკის შეერთებული შტატებია. ჩინეთი გლობალური ინოვაციების ინდექსის კვლევაში, რომელიც 129 ეკონომიკასა და 78 ინდიკატორს მოიცავს, მე-10 პოზიციას იკავებს. განათლებაში ინვესტიცია ყოველთვის ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ის დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან, დასაქმების შესაძლებლობებთან და პიროვნულ წინსვლასთან. ბოლო წლებში საქართველოში სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა პროფესიულ განათლებას, რომელიც ახალგაზრდებსაც და ზრდასრულ ადამიანებსაც რეალურ სამუშაო უნარებს გამოუმუშავებს. სწორედ 25 სექტემბერს სრულდება პროფესიულ კოლეჯებში რეგისტრაციის ვადა, რატომ იქცა პროფესიული განათლება პრიორიტეტულ მიმართულებად და რა შედეგები გვაქვს ჩვენი სტუმარია მაგდა მაღრაძე, 1000 წლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი. მაგდა, მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. თქვენი ფონდის 8 წელი და წვლილი ამ მიმართულებით არის ძალიან დიდი წლების განმავლობაში. იქიდან გამომდინარე, რომ ახლა განსაკუთრებით აქცენტირებულად პრიორიტეტულია ეს მიმართულება ჩვენს ქვეყანაში და დამოკიდებულებებიც მნიშვნელოვნად შეცვლილია დადებითისკენ საზოგადოებაში. მოდით პირველ რიგში მოვახდინოთ ამ დრომდე ჯერ კიდევ არსებული გამოწვევების და პრობლემების იდენტიფიცირება და ასევე კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი თუ რატომ არის ძალიან მნიშვნელოვანი პროფესიული განათლების განვითარება ჩვენს ქვეყანაში, არა მხოლოდ დასაქმების ზრდისთვის, არამედ ეკონომიკის განვითარებისთვის. დილამშვიდობის, მოგესალმებით. პროფესიული განათლება ბოლო პერიოდია პრიორიტეტული დარგია საქართველოში და დაახლოებით 2012-13 წლიდან 1000 წლეულის ფონდი ჩართულია პროფესიული განათლების სექტორის განვითარების საქმეში, სხვადასხვა პროექტების განხორციელების გზით და ჩვენი საქმიანობა დიდი მოზაიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რაც საქართველოში დღეს გვაქვს პროფესიული განათლების მხარდამჭერების სახით. რა თქმა უნდა, სახელმწიფომ გამოაცხადა პროფესიული განათლება პრიორიტეტულად და სწორედ ამიტომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ 2012 წელს პროფესიულ განათლებაში 16 მილიონი ამერიკული დოლარის გრანტი ჩადო 1000 წლეულის გამოწვევის კომპაქტის საერთაშორისო ხელშეკრულების, საგრანტო ხელშეკრულების სახით. ჩვენ მაშინ დავიწყეთ აქტივობები და ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ დღეს უკვე გვაქვს შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი ახალი და განახლებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, რომელიც ამზადებს სპეციალისტებს ინდუსტრიისთვის დამსაქმებლების მოთხოვნების გათვალისწინებით და ეს მნიშვნელოვანი იმიტომ გახლავთ, რომ როგორც თქვენ აღნიშნეთ, პროფესიული განათლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის.
ადამიანური კაპიტალი და პროფესიონალები სწორედ ავითარებენ ქვეყანას თავისი შრომით, თავიანთი უნარებით და პროფესიული განათლება არის ადგილი, სადაც ყველაზე უფრო სწრაფად და ხარისხიანად შეგვიძლია დავეუფლოთ ახალ პროფესიას. რაც ეხება თქვენ აღნიშნეთ რეგისტრაცია, გამოცხადებულია რეგისტრაცია პროფესიული განათლების პროგრამებზე და პარალელურად ჩვენი ფონდის მიერ გამოცხადებული არის პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსი, რომელიც 22 სექტემბერს სრულდება, ანკეტების წარდგენა და ეროვნულ ჯილდოზე აუცილებლად უფრო ვრცლად ვისაუბროთ, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყება თქვენგან, რომელმაც უკვე ტრადიციის სახე მიიღო და გაამართლა როგორც ჩანს ამ პროექტმა და შეასრულა თავისი მიზანი, რადგან ამდენი წელია ის არსებობს. რაც შეეხება რეგისტრაციის ნაწილს, კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი, რომ სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯებში სწავლა არის აბსოლუტურად უფასო, კერძო კოლეჯებში კი პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რაც რეალურად არის ბაზრის მოთხოვნა ალბათ დამეთანხმებით, ასევე სწავლა არის უფასო, ამიტომ ეს არის შესაძლებლობა, რომელიც უნდა გამოიყენონ ადამიანებმა და პროფესიული განათლება პირველ რიგში, რა თქმა უნდა, დასაქმებასთან ასოცირდება, მოკლე დროში კვალიფიციური განათლების მიღება. ეს რამდენად რეალურია, ჟღერს ძალიან კარგად, მაგრამ რამდენად რეალურია, ანუ დამსაქმებლები უკვე კურსდამთავრებულებს პროფესიული კოლეჯებიდან, როდესაც ასაქმებენ, მათი უკავშირი როგორია, რამდენად კვალიფიციურია მათ მიერ მიღებული განათლება. ჩვენი ფონდი ახორციელებს სხვადასხვა კვლევებს, პირველ რიგში იმ ინვესტიციების გამოსაკვლევად, რომელიც ჩვენ პროფესიულ განათლებაში ჩავდეთ, 65-ზე მეტი ახალი პროგრამა შემუშავდა ჩვენი დაფინანსებით და გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ვიკვლევთ ასევე სექტორს ზოგადად. პროფესიული განათლების კურსდამთავრებულებისადმი ნდობა დამსაქმებლების გაზრდილია, რასაც ჩვენი კვლევები აჩვენებს. დაახლოებით 20%-ით არის გაზრდილი დასაქმების მაჩვენებელი, თუ თქვათ 2012 წლამდე ვიდრე ყველა ეს ინვესტიცია ჩაიდებოდა პროფესიულ განათლებაში, ბიზნესი ნაკლებად ენდობოდა პროფესიული განათლების მქონე ადამიანს მხოლოდ და მოგეხსენებათ, თუ ნახავდით სხვადასხვა ვაკანსიებს, ძირითადად მაგისტრატურის დიპლომსაც კი ითხოვდნენ, იქ სადაც პროფესიული განათლება სრულიად საკმარისია. დღეს ეს სურათი აბსოლუტურად შეცვლილი გახლავთ. რა თქმა უნდა, გამოწვევები გვაქვს, თქვენ მკითხეთ პირველ შეკითხვაში. რა გამოწვევებია სექტორში და გამოწვევები ბევრია. ერთ-ერთი გამოწვევა გახლავთ ის, რომ ჯერ კიდევ არის სტერეოტიპები, რომ პროფესიული განათლება არის მეორე ხარისხოვანი, არ არის ისეთი ხარისხიანი, როგორც უმაღლესი განათლება და ახალგაზრდები განსაკუთრებით მაინც ირჩევენ უფრო უმაღლეს განათლებას და ნაკლებად ირჩევენ პროფესიულ განათლებას. და სტატისტიკაც მეტყველებს ამაზე, უმაღლესი განათლების სტუდენტი გაცილებით მეტი ხდება, ვიდრე პროფესიული კოლეჯის. ნამდვილად, თუმცა აქ არის კიდევ ის გამოწვევაც, რომ უმაღლესი განათლება უფრო დიდი ხანია ისტორიულად ვითარდება ჩვენ ქვეყანაში და პროფესიული განათლება საბჭოთა პერიოდში ძალიან, ასე ვთქვათ, არაპრესტიჟულად ითვლებოდა და ეს ჯერ კიდევ ჩვენს მენტალობაში დარჩენილია ეს მიდგომა, რომ თითქოს პროფესიულ განათლებაში მიდის ადამიანი, რომელიც არ არის წარმატებული. ეს აბსოლუტურად შეცვლილია, თუ შევხედავთ მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებს, მაგალითად რამოდენიმეს გერმანია, შვეიცარია, ავსტრალია, სადაც ასე ვთქვათ პროფესიულმა განათლებამ ინდუსტრიები განავითარა, ჩვენთვის ეს ძალიან კარგი მაგალითებია სამომავლოდ და უნდა შევეცადოთ, რომ იგივე გზას დავადგეთ. და კონკრეტულად მინდა გთხოვოთ, გაგვიზიაროთ აი ახალგაზრდების დაინტერესებისთვის, სტერეოტიპების მეტად შემცირებისთვის, რას აკეთებს თქვენი ფონდი? ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტული წარმატების ისტორიები ვაჩვენოთ ადამიანებს. კონკრეტულად ვაჩვენოთ, თუ რაოდენ ვთქვათ, მაღალ ხელფას იღებს პროფესიული განათლების კურსდამთავრებული, რამდენად მაღალია მათი დასაქმების რეიტინგი. ჩვენ თუ შევხედავთ, მაგალითად, უმაღლესი განათლების კურსდამთავრებულებს და ჩვენ უმაღლეს განათლებაშიც ჩავდეთ საკმაოდ დიდი ინვესტიციები. რა თქმა უნდა, როდესაც გვაქვს შრომის ბაზრის მოთხოვნა და ისეთი პროფესიები, სადაც დეფიციტია ქვეყანაში, უმაღლესი განათლების კურსდამთავრებულები ძალიან წარმატებულები არიან, თუმცა სწრაფი დასაქმება და პირდაპირი ბმა შრომის ბაზართან უფრო მეტი გვაქვს პროფესიულ განათლებაში. ანუ რას გულისხმობ? როდესაც ეუფლები 1 ან 2 წლიან პროგრამას ახალ უნარჩვევებს შეიძენ პროფესიულ განათლებაში, შენ მაშინვე უკვე შეგიძლია დასაქმდე და შრომის ბაზარიც უკვე მზად არის ამისთვის.
უმაღლეს განათლებას რაც ეხება, გარდა ამისა მნიშვნელოვანია პროფესიულ განათლებას ამოგლეჯილად არ შევხედოთ. მე შეიძლება ვისწავლო უნივერსიტეტში და რაღაც უნარჩვების განვითარება დამჭირდეს და დავბრუნდე პროფესიულ განათლებაში, ამ პროფესიული განათლებიდან უმაღლეს განათლებაში გავაგრძელო სწავლა. ასე რომ ეს უწყვეტი პროცესი გახლავთ და ასე უნდა აღვიქვათ არა ამოგლეჯილად კონტექსტი. კი ბატონო, ბაზრის მოთხოვნები არაერთხელ ვახსენეთ და ამ ნაწილში მინდა ჩაგეკითხოთ თქვენ აქტიურად თანამშრომლობთ როგორც სახელმწიფოსთან, ასევე კერძო სექტორთან. სახელმწიფოს და კერძო სექტორის კოორდინაცია რამდენად არის ამაკმაყოფილებელი მაქსიმალური შედეგის მისაღებად ამ დროისთვის? ჩვენი ფონდის აქტივობიდან გამომდინარე თუ ვისაუბრებთ, ფონდმა შექმნა კერძო საჯარო პარტნიორობის ფონდი, სადაც ჩვენ ჩავდეთ ინვესტიციის სახით, გავეცით გრანტები და კერძო სექტორს თხოვეთ, რომ თანადაფინანსებით შემოსულიყო პროფესიული და უმაღლესი განათლების დასაფინანსებლად. ძალიან წარმატებული მაგალითები გვაქვს. დაახლოებით 4 მილიონი ამერიკული დოლარი მოვიზიდეთ კერძო სექტორისგან უმაღლესი განათლების პროგრამებისთვის, ამ შემთხვევაში სან-დიეგო სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის შევქმნით სტიპენდიების ფონდი, ხოლო პროფესიულ განათლებაში დაახლოებით 6 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიცია გაიღო დამსაქმებლებმა, კერძო სექტორმა, ასევე საჯარო დაწესებულებებმა. ძალიან კარგი მაგალითი გახლავთ ეს, ასევე გვაქვს სხვა უამრავი კარგი მაგალითი კერძო სექტორის ჩართულობის პროფესიულ განათლებაში და აი პროფესიული განათლების ეროვნულ ჯილდოში გვაქვს ერთ-ერთი კატეგორია პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი და იქ შეგვიძლია ვნახოთ რაოდენ ბევრი წარმატების ისტორია გვაქვს, როდესაც ბიზნესი დებს ინვესტიციას პროფესიულ განათლებაში და ისეთ პროგრამებს თავაზობს იმ სპეციალობებში და იმ უნარების მინიჭებით, რაც ბიზნეს კონკრეტულად ესაჭიროება. კი ბატონო, პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო, რამდენიმე სიტყვით კიდევ უფრო ვრცელად რომ გითხრათ ამით შესახებ, რომელიც 2017 წლიდან იმართება ჩვენს ქვეყანაში, ვინ არიან მონაწილეები, ვინ არიან გამარჯვებულები და რა მიზანს ემსახურება კონკრეტულად პროგრესი წლიდან წლამდე როგორი გაქვთ რომ გითხრათ და სიახლეები რაც წელს დაგეკმეთ. პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო გახლავთ კონკურსი, რომელიც ახლა არის გამოცხადებული და 22 სექტემბრამდე დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ შემოიტანონ ანკეტები, წარმოადგინონ საბუთები და წარმოადგინონ მათი წარმატების ისტორია პროფესიულ განათლებაში. 4 ძირითად კატეგორიაში გაიცემა ჯილდო, ეს გახლავთ პროფესიული განათლების სტუდენტი, მასწავლებელი, ბიზნეს პარტნიორი და პროფესიული განათლების პროგრამა. გარდა ამისა გვაქვს სპეციალური ჯილდოები, რომელიც დააწესეს საქართველოს პარლამენტმა ინკლუზიური პროფესიული განათლების ხელშეწყობისთვის, პროფესიული უნარების სააგენტომ, პროფესიული მომზადება გადამზადების პროგრამისთვის და ყავს პარტნიორები, რა თქმა უნდა, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, რადგანაც ბიზნესის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია დარგში და ისრაელის საელჩო. ნუ რა თქმა უნდა, თვითონ ამ პროექტს აფინანსებს გუდავაძე პატარკაციშვილის ფონდი 1000 ლეულის ფონდთან ერთად. მიზანი გახლავთ პროფესიული განათლების პოპულარიზება, დარგში არსებული წარმატებული ისტორიების წარმოჩენა საზოგადოებისთვის და ჩვენი ფონდის სოციალურ მედიას თუ გადახედავთ, იქ ნახავთ უამრავ საინტერესო წარმატების ისტორიას პროფესიულ განათლებას. მოდით გავაჟღეროთ, შეიძლება დეტალური ინფორმაციის მიღება ამის შესახებ. 1000 ლეულის ფონდის ვებგვერდზე შეგიძლიათ შეგბრძანდეთ პროფესიული განათლების ნაწილში და იქ არის ყველა ამ კატეგორიაში გასაცემი ჯილდოს კონკრეტული ინფორმაცია, მათ შორის კატეგორიები, მათ შორის აპლიკაციის ფორმები და კრიტერიუმები დეტალური. კი ბატონო, და წარმატების ისტორიები, რომელიც არის დამატებითი мотиваცია საზოგადოებისთვის, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, რომლებმაც სურვილის შემთხვევაში 25 სექტემბრამდე უნდა მიიღონ მონაწილეობა დარეგისტრირდნენ პროფესიულ კოლეჯებში. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, საინტერესო საუბრისთვის და აგემშვიდობებით. მაგდა მაღრაძე 1000 ლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი იყო ჩვენი სტუმარი და ვსაუბრობთ პროფესიულ განათლებაზე, რომელიც არის უმოკლესი გზა ღირსეული დასაქმებისთვის.